სიტყვა თქმული მამისა ჩვენისა გაბრიელისა იმერეთის ეპისკოპოსისა დაიხინა იესნუ სხვანი ორი ძმანი იაკობ ზებედესი და იოანე ძმა იმისი და უწოდა მათ ხოლო მათ მექვსეულას დაუტევეს ნავი იგი და მამაი მათი და მისდევდეს მას დღეს საკითხული სახარება მოგვითხრობს ჩვენ ძმანო ქრისტიანენო როდის და რა სახით ამოარჩია უფალმან მოციქუნი თვისნი მოთხრობას ამაშინა უმეტესად მიიზიდავს ჩვენ ყურადღებასა ის რა ერთგულად მიიღეს აღმურჩეულთა ამათ წოდება უფლისა და მსრაფლ შეუდგენ მას და იხილა იესოს ხვანი ორნი ძმანი და უწოდა მათ ხოლო მათ მექვსეულად დაუტევეს ნავი იგი და მამა მათი და მისდევდეს მას აჰა რა სახით ჰქონდათ გული უბრალოთა ამათ მეთევზერთა გამზადებული სმენად ღვთის წოდებისა რა კი მაცხოვარმა იხმო იგი აღარც ეჭვი აღარც შიში აღარც რყევა რომელიმე ანუ სიყვარული მშობელთა ანუ სიყვარული მონაგებთა აღარ დააბრკოლებდა მათ გული ეტყვის მათ რომელ კეთილარს წოდება ესე ჭკუა მათი შეაგონებს რომელ იგინი ვერ იშოვიან ამაზე უკეთეს მოძღვარს და განმანათლებელს სინდისი ამხილებს მათ რათა არ დაკარგონ კეთილი ესე შემთხვევა არამედ ისარგებლონ მით და იგინი მაშინვე დაემორჩილნენ ხმასაუფლისასა ხოლო მათ მეხვსეულად დაუტევეს ნავი იგი და მამა მათი და მისდევდეს მას აჰა ძმანო საყვარელო კეთილი მაგალითი და სწავლა შენთვის თუ გსურს მიღება სწავლისა და მაგალითისა როდესაც ღმერთი გიწევს შენ რა სახითაც გინდა გამოგიჩნდეს წოდება იგი ნუ ღარ ხოვნი ნუ მიზეზობ არამედ მაშინვე ისმინე ხმა უფლისა და შეუდგე მას როდესაც მაცხოვარი ასწავლიდა ერსა იგი ხშირად ესრეთ დაასრულებდა ქადაგებასა თვისა რომელს აასხენ ყუნი სმენად ისმინე შეიძლება და საჭიროთ არის შენ და მიც მივახციო სიტყვა ესე თუ გაქვს ძმაო ყურის სმენად ღვთის წოდებისა თუ გული გაქვს გამზადებული მიღებად სიტყვასა ღვთისა თუ ჭკუა შენი არ არის განდრეკილი არამედ სურველი მიღებად ღვთისგან მოვლენილისა სწავლისა ყური დაუგდე შენცა წოდებასა ღვთისასა მისთვის რომელ ღმერთი მრავალგზის და მრავალფერად გიხმობს შენცა რომელს აასხენ ყუნი სმენად ისმინენ შენთვისაც იყო ეს მაგალითი და სწავლა რომელ გესმა დღეს საკითხულისა სახარებისაგან ისმინე იგი და მიყავ მობაძავ კეთილთა გონიერთა მათ მეთევზეთა თისაგან არის ყოველი შემთხვევა როდესაც გული შენი გართული სოფლის ამის ამაოებასა შინა უცბად გაიხსოვნებს ღმერთს შეწუხდება რომლისამე მიზეზისა გამო მოსწყინდება მონობაცოდვისა და ისურვებს მიქცევად ღვთისადმი ხშირად სინდისი შენი თვითმძიმე ცოდვისაგან სუხს და იურვის გაიძულებს და გდევნის მიქცევად ღვთისადმი გარნასაუბერუდუროდ ნაცვლად მისა რომელ ყური დაუგდო ესრეცა შენსა შინაგანსა მდგომარეობასა და მიიღო იგი ვითარცა წოდება ღვთისა და შეუდგე ხმასა უფლისასა და მისდევდე მას შენ თვითონ დააჩუმებ სინდისა შენსა და მით გააუქმებ წოდებასა ღვთისასა ღვთისაგან არის ისიც როდესაც შეგემთხვევა რომელიმე უბედურება როდესაც შენ ხარ შეწუხებული ან სიკვდილით ან სიღარიბით ან სნეულებით ყოველთა ესრეთა შემთხვევათა კაცნი ღვთისმოშიშნი და ღვთისმოსავნი მიიღებენ ვითარცა ღვთისაგან მოვლინებულსა წოდებასა
შეიმუსრიან გულითა თვისითა, დაემორჩილებიან სიმართლით დამჟელსა მარჯვენასა ღვთისასა და ცდილობენ, რომელს სინანულითა მოთმინებითა და მორჩილებითა გაისწორონ ცხოვრება თვისი და შეიქმნენ ღირსნი ღვთის მოწყალებისა. ანუ იქნება ღმერთმან გიწოდა შენ კიდევ სხვა სახით. იქნება მან მოგცა შენ პატივი. დიდობა შორის მოყვასთა შენთან. იქნება შეგამკო ჭკუით, სწავლით, ან სიმდიდრით. კაცი გონიერი და ღვთის მოშიში, ამასაც მიიღებს ვითარცა ღვთის წყალობასა და უმეტესად შეიყვარებს მას. გარნა შენ საუბედუროდ, ნაცვლად ამისა გული გაქვს გაქვავებული. ყოველი ესრეთი შემთხვევა ხშირად უმეტესად განგაშორებს ღვთისაგან და არა თუ მიგაახლებს მას. ერთი სიტყვით, რაოდენ გზის გული შენი გრძნობდა წოდებასა ღვთისასა, რაოდენ გზის გეტყოდა შენ იგი, თუ არის მიქცევად ღვთისადმი და დატევება ყოვლისა ამის სოფლისა, ბოროტებისა და ცოდვისა და რაოდენ გზის გული გიწუხდა, სინდისი გაიძულებდა, ნეტარ ხარ მაშინ თუ ისმინე წოდება ღვთისა და მსგავსად მოწაფეთა ამათ შეუდექ მას. მაგრამ საუბედუროდ ხედავ, რომ შენ მაინც მარადის აუქმებ წოდებასა ღვთისასა და ყოველი ღვთისაგან მოვლენილი სწავლანი დარჩნენ შენთვის უსარგებლო. რისთვის რა არის მიზეზი საშინელისა ამის შენისა დაუდევნელობისა და უზრუნველობისა. ის რომ შენ დიდად არაფასებ წოდებასა ღვთისასა, ვითარცა დააფასეს მოწაფეთა ქრისტესთან. უბრალოდ ამათ მეთევზეთა. ისე დააფასეს წოდება ქრისტესი, რომელ არათუ მეხსეულად დაუტევეს ნავი თვისი, ესე იგი ყოველი ქონება თვისი არამედ შობელიცა თვისნი. შენგან ღმერთი არ მოითხოვს ესე ოდენს ამ მსხვერპლსა, რომ დასტოვო ყოველი შენი საქმე და ქონება. შეუდგე ღვთისახურებასა. ეს რეცა მსხვერპლსა მოითხოვდა ღმერთი და მოითხოვს მხოლოდ რომელთა მე რჩეულთაგან, რომელთა მე საკუთართა შემთხვევათა შინა. შენთვის ისიც საკმაო იქნება, რომ მხოლოდ წოდებასა ღვთისასა და ღვთის მსახურებასა აფასებდე უდიდესად ყოველთა სხვათა საქმეთა შენთან. არ გავიწყდებოდეს ეს სიტყვა მაცხოვრისა, სული უფრო საზრდელისა და გვამის ამოსელისა. ანუ ესე, რაი მიუძღოს კაცმა ნაცვლად სულის ამისისა. და სულისა ცხონების საქმე წინა უბიდოდეს ყოველთა შენთა საქმეთა. რადგან სულის ცხონება შეიძლება მხოლოდ სარწმუნოებითა, სასოებითა, სიყვარულითა და სიმართლითა, ერთი სიტყვით, ყოვლითა სათნოებითა. მასასადამე ზრუნვა და შეძენა ამათი უმეტეს ყოვლისა უნდა გაწუხებდე შენ და მიგაჩნდე შენ უდიდეს სხვათა ყოველთა შენთა საქმეთა. ბოლოს ყოვენი სხვანიცა შენი ამა სოფლისა საქმენი, შრომა და ზრუნვა ისე დააწყე, რომ იგინიცა შეგეწეოდენ ერთს ამას და უმთავრესა საქმესა, ესე იგი სულის განათლებასა და ცხოვნებასა, რომელიც მოგცეს ჩვენ ღმერთმან. ამინ. აი ამ სიტყვაში წმინდა მღვდელმთავარი ორ რამეს უსმევს განსაკუთრებულად ყურადღებას, რომ ჩვენ გულებში დარჩეს. პირველი ის არის, რომ ღმერთი რომ მოგიწოდებს, უნდა გაყვე. ეს ღვთის მოწოდება ყველასთან სხვადასხვანაირად მოდის. და მაგალითებიც აქვს ჩამოთვლილი. ზოგს ღმერთი განსასწრებს მიცემს. ზოგს სიმდიდრეს მიცემს. ზოგს ჭკუას მიცემს. ზოგს რას და ზოგს რას, რომ ის ღმერთთან მივიდეს. მაგრამ სამწუხაროდ ამას ზოგიერთი ვერ ამჩნევს. ნახეთ როგორი საოცარი ამბავია. უფალი მოუწოდებს და ამათმა დატოვეს ყველაფერი და გაყვნენ. ზებედე ზემა მამას დატოვეს. განა იმათ მარტო ნავი ჰქონდათ და ბადე მეტი არაფერი ჰქონდათ. ეს ხო დატოვეს და მამაც მიატოვეს. და ღმერთ შეუდგნენ.
ღვთის სიტყვა შეუდგნენ. ჩვენთან ხშირად მოდის ხოლმე ღვთის სიტყვა. ხან მდელი გეტყვის, ხან დედა, ხან მეზობელი, ხან რაღაცა მოხდება უცბად ისეთი, რომ მიხვდები, რომ უნდა გონს მოეგო. მიატო ამაო მიწიერი ცხოვრება და შეუდგე ქრისტეს და ეს მომენტი უნდა დაიჭირო. თუ დაიჭერა მომენტს, გადარჩები. თუ წაუყრუე, ერთხელ გამოგიგზავნა ღმერთმა შემთხვევა 2-ჯერ, 3-ჯერ, 4-ჯერ, 5-ჯერ, შენ არაფერს არ აკეთებ. ნახეთ უფალი როგორ ამბობდა წმინდა მღვდელმთავარი ხასუსმეს, ოიქადაგებდა მე იტყოდა, ვისაც ყურები აქვთ მოისმინონო. ყურები ყველას აქვს. მაგ თავარი ისე რომ ზოგს მოსმენა არ უნდა. რამდენჯერ არის ადამიანს ისეთი რამე შემთხვევა, რომ უნდა მიხვდეს. მაგრამ კი არ მიხვდება, ზოგჯერ გაბოროტდება. იმიტომ რომ არ იღებს ღვთის სიტყვას. წინ აღუდგა. განსასწრებმა რომელსაც უნდა მიეყვანა ღმერთთან, პირიქით დააშორა და ამაზე წმინდა მღვდელმთავარი ამბობდა. დღეს ხსენება არის ყოველთა ღისთა და ღმერთშემოსილთა მამათა, ვინც გავწინდა ათონისტაზე და რუსეთის მიწაზე. ნახეთ, ამ ხალხმა ყველაფერი დაუტოვეს ქრისტესთვის. ბერები გახდნენ, უპოვარების აღთქმა დადეს, თავისი ნებაც მოიკვეცეს. დაემორჩინენ თავიანთ მოძღვრებს და ასე დაიმკვიდრეს ღვთისასუფეველი. მაგრამ წმინდა მღვდელმთავარი ჩვენ გვეუბნება, რომ ყველასგან ღმერთი ამას არ ითხოვს. და გეუბნება, აი ეს მაინც გააკეთეო. რო სულ გახსოვდეს, რომ სული უფრო ძვირფასია ვიდრე საზდელი, გვამი უფრო ძვირფასია ვიდრე შესამოსელი. და კაცი რა უნდა გადაიხადოს, რომ სული დაკარგოს. ყველაზე ძვირფასი კაც სული აქვს და ამიტომ ყოველთვის უნდა ემსახურებოდე ღმერთს. ყველა საქმეში, რასაც აკეთებ, უნდა გახსოვდეს, რომ ეს საქმე ისე უნდა გააკეთო, რომ ამ საქმით მიუახლოვდე ღმერთს. აი ეს არის აუცილებელი. შენ ხო იმაზე უნდა ზრუნავდე, რომ ცხონდე, პირველი საზრუნავება უნდა გქონდეს სხულის ცხონება. და ყველაფერს იმისთვის უნდა აკეთებდე, რომ ცხონდე, მაგრამ მიწიერი საქმეების უკვე გასაკეთებელი. აი, სახლი უნდა გამოგავო. უნდა გამოდგავო გულმოდგინეთ. დედამ რაღაცა გითხრა, უნდა შეასრულო, რომ თითქოს ღმერთმა გიბრძანა. და ნამდვილად ესეა. მშობელი რო გეტყვის, რასრულებ ღვთის ბრძანებას ასრულებ. მოძღვარმა რაღაცა გითხრა, კი არ დაუწყო ურჩობა. გააკეთო. არც დაფიქდნენ მოციქულები და ისე დაუჯერეს უფალს. შენს არ უნდა შეორგულდე და უნდა დაუჯერო შენ მოძღვარს და გაყვე ღვთის სიტყვას. თორე თუ ერთხელ გამოგიგზავნა ღმერთმა ადამიანი რომ დაეყენებინე გზაზე 2-ჯერ, 3-ჯერ, უამრავჯერ და შენ არაფერი არ გააკეთე. მერე შეიძლება შენზე ეს სიტყვა აღსრულდეს. ბატონი რომ მივა ბაღში და ეუბნება მებაღეს რომ 3-ჯერ მოვედი და ამხრივ ნაყოფი ვერ გამოიღო და მოკვეთეო. მებაღე ეუბნება კიდე 1 წელიც ვადროოთ. იმ წელსაც გადროებს, მაგრამ თუ არ გამოიღე ნაყოფი ვერ გადარჩები. და ნახეთ რა არის ადამიანის მიზანი, რომ სარწმუნოებით სათნო იყოს ღმერთს, სარწმუნოებით იცხოვროს და ზოგიერთი გამოდის და ამბობს, თუ იტყვი ღმერთი მწამს გადარჩები. არ არის ეს საკმარისი. სარწმუნოებასთან ერთად უნდა გქონდეს სათნოებები, სწორედ უნდა ცხოვრობდე. და მაშინ დაიმკვიდრებს ადამიანი ღვთისასუფეველს. ღმერთმა ყველა ჩვენგანს აქ ვინც ვართ, მოგცეს უნარი, რომ ღვთის სიტყვის მოსმენა ვისაუბროთ და დამორჩილება ღვთის სიტყვაზე, რომელიც მოგიყვანს ზეციურ სასუფეველში. ამინ.